როდესაც ტყეში შედიხარ და ცივილიზაციას ზურგს აქცევ, სწორად იმ წამიდან იწყება გადარჩენისათვის დაუნდობელი ბრძოლა. ინსტინქტები იღვიძებს, გონება კი ცდილობს იპოვოს ისეთი გამოსავალი, რომელსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერასდროს სამჩნევ. დღეს მე და ქრისტი შევალთ იდუმალებით მოცულ ტყეში, სადაც 100,000-ობით მტაცებელი ცხოველი ბინადრობს. ვეცდებით ვიპოვოთ გადარჩენის გზა და დავძლიოთ ჩვენი შიში ველური ბუნების წინაშე. დღეს იქნება ყველასთვის ნანატრი და ყველაზე გრანდიოზული ტყეში გადარჩენა, როგორც გახსოვთ 150,000 გამომწერზე ჩვენ დაგპირდით, რომ ქრისტი შეხვდებოდა 1000 ლარი, ხოლო მე შემხვდებოდა 0 ლარი, მაგრამ მე და ქრისტიმ გავაკეთეთ უფრო გრანდიოზული ვიდეო, უბრალოდ ვაკეთებთ ახლა უფრო გრანდიოზულ ვიდეოს და ქრისტი შეხვდება 4000 ლარი, 4000 და მე შემხვდება 0 ლარი. გარა ეს ყველაზე გრანდიოზული ვიდეო არ არის? საერთოდ ვინმე გადარჩენილა 4000 ლარად ტყეში ქრისტი? არა, არ გადარჩენილა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო იქნება უმაგრესი და შენ გიორგი ტყეში დაიტანჯები, იმიტომ რომ არაფერი არ გაქვს. აბარა. მე კიდე ყველაფერი მექნება. სანამ დაიწყებ ახლა ვიდეოს ყურებას, აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი უკვე 200,000-ისკენ უნდა წავიდეთ და 200,000-ზე ავიდეთ, რაც შეიძლება სწრაფად ხალხო. არ დაგავიწყოთ დალაიქება, დალაიქე და დააკომენტარებთ კომენტარებში, რომ ქრისტი არის განძი, გიორგი არის ბანძი, როგორც ყოველთვის. ასევე გააქტიურეთ ზანზალაკის ღილაკი, რომ როგორც კი დაიდება ჩვენი ვიდეოები, იმ წამსვე მოგივიდეთ შეტყობინება, რომ ჯერ მე ვიდეო დადო სასწრაფოდ 4000 ლარი ტყეში ესეთ რამე გინახავთ, მე რატო არ შემხვდა ისე? იმიტომ რომ ეგრე გადაწყდა გიორგი. აი ესე ხო და დაწერეთ რა კომენტარებში, ხო უფრო საინტერესო იქნებოდა მე რო შემხვედროდა. რატო ერთი ვერ გავიგე? ერთ წამ ვერ გავიგე, მე რატო არ უნდა შემხვდეს 4000 ლარი და შენს უკვდება ბიჭო 4-ზე 4 კი 1000 ლარი, 700 ლარი, ისა რა კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ოქრო, მე არ შეიძლება რომ 4000 ლარი შემხვდე. 200,000-ზე მე და ქრისტი წავალთ მთვარეზე და იქ გადავრჩებით. რაღაცა ბუზები მაჯდებიან. ზღრენი კი არა ვარ, თქვენი დედავატირე. მოკლედ, წავიდა ახლა ტყეში გადარჩენა და დღეს განახებთ 0 ლარად, როგორ გადავრჩები საუკეთესო დედამიწის ზურგზე. წავიდა. ვერ გადარჩები. დადგა ჩემი დიდრულად გადარჩენის დრო. ახლა განახებთ რა შევიწინე. 4000 ლარი კი მქონდა, მაგრამ მაქედან სულ რაღაც 3000 ლარი დავხარჯე და ის განზრახ, იმიტომ რომ მინდა ჩემი 1000 ლარი გავათამაშო ჩემს გამომწერებში, რომელიც მე სულ გულშემატკივრობდნენ და მიკომენტარებდნენ, რომ მე ვიყავი ღირსი, დიდრულად გადარჩენილიყავი და არა გიორგი. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ღირსი. ამიტომ აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ვიდეოში იქნება გათამაშების პირობები. ახლა კი დავიწყოთ ჩემი საყიდლების unboxing-ი და ნახოთ რა ვიყიდე. ერთი სულმა განახოთ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მე მიწევს ტყეში მხოლოდ და მხოლოდ 0 ლარად გადარჩენა, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ტყეში გადარჩენა იქნება ნამდვილი ტყეში გადარჩენა. აქამდე რაც ტყეში გადარჩენები გქონია, რეალურად ნამდვილი ტყეში გადარჩენა არც ერთი არ იყო, რადგან ხან 1000 ლარი გქონდა, ეხლა საერთოდ 4000 ლარია ქრისტის, ანუ როგორ შეიძლება მაგას დაერქვას ტყეში გადარჩენა. ეგ არის დასვენება, განტვირთვა, რავი, სამწვადაოდ წამოსვლა, რავი, ყველაფერი შეგიძლია დაარქვა მაგას ტყეში გადარჩენის გარდა. ამიტომ დღევანდელი დღე იქნება ჩემთვის ნამდვილი ტყეში გადარჩენა. როგორც იცი და აქამდე ძალიან ბევრჯერ მithქვავს, 4 რამ არის აუცილებელი ტყეში გადარჩენის ას. პირველი, აუცილებლად უნდა აშენოთ სახლი, ქოხი, არ ვიცი რაც გინდა ის დაარქვით. მეორე, უნდა მოიპოვოთ ცეცხლი, რადგან სიცივეში შეუძლებელი არის ტყეში გაჩერება. და მესამე მეოთხე არის წყალი და საჭმელი. თუ წყალი და საჭმელი არ გექნება, რავი, შიმშილით მოკლები ბოლო-ბოლო. ან წყურვილით მოკლები. რაც არ გვინდა. პირველი რაც შევიძინე არის ტელევიზორი. ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორ შეიძლება ჩართო. ან საერთოდ რაში მჭირდება ტელევიზორი ტყეში? მე გეტყვით. არ ვიცი მე თვითონაც რაში მჭირდება ტელევიზორი, მაგრამ მინდა რომ პირველი ადამიანი ვიყო, ვინც ტელევიზორს შემოიტანს ტყეში, ჩართავს და უყურებს რამეს, არ ვიცი რას, მაგრამ უყურებს. იმისთვის რომ ტელევიზორი ჩართვა, ნებისმიერ მოწყობილობა რაც მაქვს, იყიდე ესეთი დენის წყარო, რომელიც ღირდა 2000 ლარი. მოკლედ რომ გითხრათ და მარტივად გასაგებად, ეს არის აი ფორებანკივით. შეაერთებ ნებისმიერ ტექნიკას და ჩაირთვება მაცივარსაც კი ხალხო. და 2000 ლარი ღირდა. ასევე ვიყიდე ჩემი პატარა ეზოსთვის კარვის იქით განათება ეზოსი, აი ისეთი ძიმე განათება და თავისი ნათურებით. სხვათა შორის ძალიან ბევრი ნათურა მაქვს. ცოტა ჩანს, მაგრამ მართლა ძალიან ბევრია. გავაბრდღიალებ ტყეში, მე უნდა ვიყო ნათელი წერტილი ღამე. მე უნდა გავანათო ყველაფერი.
წარმოიდგინეთ სიტუაცია. დაიკარგეთ ტყეში. ან შეხვედით უბრალოდ ტყეში და დაგაღამდათ და ვერ მოასწარით გამოსვლა ტყიდან. ჯიბეში ხო აუცილებლად რაღაც გედებოდათ. არ ვიცი, რავი, შეიძლება სანთებელა გედო შიგნით, შეიძლება რავი, სალფეტკი გედო შიგნით. რაღაცა ხო აუცილებლად გედებოდა. შესაბამისად, ჩვენც გვინდა რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ნამდვილ ტყეში გადარჩენასთან და ამიტომ მე ჯიბეებში რაღაცეები ჩავილაგე და ეხლა დავაანბოქსინგოთ და გავიგოთ რა შეიძლება ჰქონდეს ტყეში დაკარგულ ადამიანს ჯიბეებში. ასევე ვიყიდე მატრასი, როგორც ვიცით, ყველამ გიორგის ქონდა უსაშინლესი მატრასი. რა იყო ის რა დაგუნური, რა ვიცი, მე 90 გრადუსიანი მატრასი მე არ მინახავს. ესეთი სწორი, რბილად რომ დავწვე, დავიძინოთ რაღაც ადეკვატურად და რა თქმა უნდა, ესეთი ნასოსი, რომელსაც გავბერავ. აღარ ვიყიდე მქონდა და ზედმეტად ფული რატომ უნდა დამეხარჯა და იმას ჩამოვაქვითე. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. რანტატანტატანტან 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 ტარარარა ამ ხელა ძეხვი ხალხო ძეხვი ეს არის კალბასია ეს ძეხვი არ არის ხალხო ეს არის კალბასი აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ ტყეში დაკარგულიყავით ძეხვი ხო გექნებოდათ ქრისტის რა ეგონა რომ ეხა მე მართლა დავიწყებდი აქ ტყეში გადარჩენას ნოლარად მეტი საქმე არა მაქვს ნოლარად ეხა აი აქ იმაზე მიწაზე წამოვწვევი და ხო ჩემ თავს გავიუბედურებ მეტი საქმე არა მაქვს არ დავინახო კომენტარებში ვიღაცამ დაწეროს რომ გიორგი რატო ქენი ეგეთი სისულელები არაფერი სისულელი არ მიქნია აი ამ კალბასით გემუქრებით იცოდეთ რა ხელა კალბასია კარგი გავაგრძელოთ მოკლედ ჩვენი ნოლარად გადარჩენა კიდე რაც ვიყიდი არის ესეთი კემპინგის ლები დაიცა განა ვიყიდე ჩამოვაკელე ჩემ თანხას უბრალოდ მქონდა ესეთი რაღაც ასევე ჩემი კარავი რომელიც უკვე ნაყიდი გვაქვს და არის რა ვიცი 20 კაციან კეიბს გაშლი რა 20 კაცს დაეტევა იკეიბებს დაიძინებს კიდევაც მაგიდა ესეთი უმძიმესი მაგიდა მართლა ძალიან მძიმეა ხალხო და აი უბრალოდ გადაირევით ხალხო შეხედეთ რა ვიყიდე აი ძალიან მინდოდა ესეთი შეხედეთ უბრალოდ წკაპ უბრალოდ იმაზე ნერვიულობ რომ აი გელსან ტურას ფაჭი არ ვეგონო აი მე არ ვიცი ძალიან მაგარია დარწმუნებული ვარ გიორგი შეშურდება იმიტომ რომ ყურები მექნება თბილი თან გრძელი თმები მაქვს და გიორგი ლოპანა მელოტია მარჯვენა ჯიბეში ჩემგან მიდევს დიზელი დამიჯერეთ ტყეში რომ დაკარგულიყავით დიზელი თქვენს გედებოდათ მარჯვენა ჯიბეში და ასევე სანთებელა რაში გამომადგება ეს გაიგებთ შემდგომში აქ დავყაროთ მარცხენა ჯიბეში მიდევს ნაგვის ცელოფანი რისგანაც სავარაუდოდ ავაშენებ ქოხს ასევე სკოჩი დამიდევს კიდე ლუდი ხო ლუდი ახლა ყველას გედებოდათ აუცილებლად ჯიბეში ნუ არ არსებობს მე ადამიანს არ ვიცნობ ვისაც აი ფეხის ჯიბეში არ უდევს ლუდი ხო ისე ამ ლუდს რო დავესპონსორებინეთ გამოვაჩენდი რა ლუდია აი ეს ლუდი ასევე ვიყიდე მაყალი ვერ ავწევ არ მთხოვოთ არ შემიძლია ძიმე არის მაგრამ ძალიან დიდია ეგეთი პეტერე იცით მაყალი არ არის კაი დიდი ვაშკაცური მაყალია დაკეცვადი ასევე ჩემი ცეცხლის დასანთებელი ბენზინი ბენზინი არის ბენზინი და წყალი რო ჩავაქრო ან რა დავლიო შეიძლება ვიბანაო კიდევაც პატარა ვარ მე ყოფა მთლიანი ბოთლი კიდე რა მიდევს ოპა საწვიმარი აი ხა საწვიმარი მართლა რეალურად არაფერში არ მჭირდება მაგრამ ჩამეტია ხა ჯიბეებში თუ რავი რაც ქვია ამას კაპიშონში ჩამეტია და წამოვიღე რატომაც არა კომენტარებში ყველამ დაწერეთ რომ მე ვარ ძალიან ჭკვიანი რომ ამდენი რაღაცა წამოვიღე ქრისტი ამდენს ვერ მოტვინავდა ნოლარად რო ყოფილიყო და რავი მართლა ეგ სվել რაღაცა მინდორზე თუ რაღაცა ბალახზე თუ რავი რა უბედურებაც არის ეს ამაზე წამოწვებოდა ისე ქრისტეში ცოტა კი მშურს სიმართლე გითხრათ მაგრამ არა უშავს ჩემი კალბასით გადავრჩები რამენაირად წავედით მოკლედ ხალხო და ეხლა დავიწყოთ ტყეში ნამდვილი გადარჩენა ტურა თუ შემხვდა სულ აი ამას უტყავ სახეში არ გავხსნი ბოლო მომენტა რომ მოვკანება ესე მივა კალბასებ მაგის განც კალბას გავაკეთე რადგანაც მდიდარები ვართ და შეგვიძლია მდიდრულად ვჭამოთ აქ არის მდიდრული საჭმელი ხალხო ძალიან მდიდრული აი რო დავაგდებ ჩემს მაყალზე აი ამ მდიდრულ საჭმელს გიორგის აი თუ გაქვს ტომიჯერი ნანახი ეს რო გამოყვება ხოლმე სუნით გემრიელ სუნს ტომი აი ეგრე გამოყვება გიორგიც აი მე რამდენი რამე ვიყიდე კომენტარებში დაწერეთ აი ხო მიხდება მდიდრული ცხოვრება ტყეში არა ტყის გარეთაც მომეწონებოდა მდიდრული ცხოვრება მაგრამ ტყეში მომწონს ძალიან კარავი მაქვს მაყალი მაქვს ტელევიზორი მაქვს
ტელევიზორი და 2000 ლარიანი ხალხო. Powerbank-ი. ბევრი რაღაცები კი წამოვიღე და ვიმაიმუნე, მაგრამ რეალურად მაინც მიწევს ტყეში გადარჩენა და ახლა რა უნდა გავაკეთო პირველი. რა თქმა უნდა, მოვიპოვოთ წყალი და წყალს მოვიპოვებ ყველაზე განსხვავებული მეთოდით. რავი, არ ვიცი აქამდე გინახავთ თუ არ გინახავთ, მაგრამ საქართველოს YouTube-ში ალბათ ეგეთი რაღაც არ მომხდარა. უნდა ამოუთხაროთ პირველ რიგში, აი მიწა ღრმად უნდა ამოუთხაროთ, თუ რასაც შეუძლებთ. ახლა არც ნიჩაბი მაქვს და არაფერი შესაბამისად ჯოხით მიწევს ამოუთხრა. ამოუთხრი აი მიწას, აი ესე. და როცა ამოუთხრი, მე დაგიბრუნდებით და გეტყვით ნაგვის ცელოფნის და ამოთხრილი მიწის საშუალებით როგორ უნდა მოვიპოვოთ რეალურად იმაში ტყეში წყალი. დავიწყეთ ამოთხრა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავშალოთ კარავი, ეს უზარმაზარი კარავი. ახლა დავიწყოთ, გავხსნათ. ერთი სული მაქვს როდის გავხსნი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან მინდოდა მე თვითონ გამეხსნა რომ ვიდეო რომ ნახე. აი, ესეთი უზარმაზარი კარავია, დიდა რამხელა. ვაი, მე არ ვიცი ეს როგორ გავხსნა. რამხელა. ეს, უი, თავისი თქვენ რაღაც. ავტომატიკო დორარი. ავტომატიკ გაიხსენი, ბიჭო. აი ეს. გადაიშალე. გადაიშალე შენი. აი ეს. ვაი, მე რა ვუყო? ერთი წამი და ეს მივხვდები რა უნდა გავაკეთო. მე კარავის გაშლა არ ვიცი. всё, მივხვდი. აი მე გაიხსენი არასწორო კარავო შენა. რა, ვაი, ის არ გადავტეხო. როგორც ხედავთ უკვე ამოუთხარე მიწა და ახლა გეტყვით რა უნდა ვქნათ. უნდა ავიღოთ აი ესეთი ცელოფანი, არ აქვს უშუალოდ ნაგვის ცელოფანი იქნება თუ რის ცელოფანი და უნდა ჩავაფინოთ ამ ორმოში. უყურეთ, ანუ ეს ამოთხრილი მიწა რეალურად არის ქვევიდან სულ სველი, ხო? ანუ წყლით არის გაჟღენთილი ჩვენს ენაზე რო ვთქვათ. ამიტომ, როდესაც მზე დაადგება ამ ადგილს, აორთქლებს ჩვენს წყალს მიწიდან, შესაბამისად ეს პარკი გაიკეთებს ზედამხრიდან კონდენსატს და ჩაიწურება წყალი ამ ცელოფანში. ანუ მოკლედ, შეიძლება რთულად ჟღერდეს, მაგრამ რამდენიმე საათში მე აქ მექნება წყალი. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, რომ მექნება წყალი. ანუ ეს უნდა ჩავაფინოთ. ასევე მეორე ცელოფანიც ავიღოთ. ზევიდან გადავაფაროთ, რომ რავი, მატლები და რაღაცეები არ შევიდნენ. აი ესე. და აქვე მაქვს ქვები და დაულაგებ ქვებს. ეგ არის. რამხელა. ვაიმე, ძალიან დიდია ხალხო. გიორგი რა შემეხვეწოს, რომ შენთან დავრჩებია, ჩემთან არ დავაძინებ. ნუ ახლა გიორგი კეთილი იყო და დამიტოვა იმ ღამეს, მაგრამ მე არა ვარ ეგეთი კეთილი. იმიტომ რომ თვითონ ბევრჯერ გადარჩა მდიდრულად და მე ერთხელ და მინდა რომ შევირგო და იქ რაღაც ფილმებს უყურო და კარგად ვჭამო. არ ჭირდება ზედმეტი ადამიანი ჩემ კარავში. და ერთი ქვაც აქ. ახლა მე აქ რამდენიმე საათში როდესაც დავბრუნდები, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წყალი იქნება. და ეხლა თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ქრისტის რაღაცა 4000 ლარიანი გადარჩენა ჯობია, ჩემს ნამდვილ ტყეში გადარჩენას არ ჯობია. ახლა დავიწყოთ კარვის შიგნიდან მოწესრიგება. უნდა გავბერო მატრასი. და არ ვიცი მეყოფა თუ არა ძალა, მაგრამ ძალიან დიდი მატრასია და აუცილებლად უნდა გავუბეროთ, რომ ტკბილად დამეძინოს ღამე. არც ვიცი როგორია. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი ვიყიდე, არ გამიხსნი არაფერი, არც მომწეს უფლება რომ გახსნაო. იქიდან გამომდინარე, რომ ბულკი ვარ, ძალიან გამიჭირდა მატრასის გაბერვა. თუმცა 9 საათიანი ტანჯვის შემდეგ მატრასი ბოლოს და ბოლოს გაიბერა. ცოტას. შო. გაიბერა. როგორც ხედავ, ძალიან გაბერილია და წელი ძალიან მტკივა. რადგან ჩვენი წყლის მოპოვების პროცესი უკვე დავიწყეთ, უნდა გადავიდეთ ახლა გადარჩენის მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპი რა არის? საჭმლის მოპოვება. კი, ის კი დაინახეთ, რომ აი ამხელა ბუმბერაზე კალბასი მიდევს იქ და მიგდია ხა ჩემს ბანაკში ასე ვთქვათ, მაგრამ მე ვაპირებ, რომ ტყეშიც მოვიპოვო რეალური საჭმელი და ტყეში რა შეიძლება ახლა მოვიპოვო. სოკო. როგორც ვთქვით, სოკო ტყეში არის ოხრად, იმიტომ რომ ტყე არის ძირითადად ნესტიანი. მით უმეტეს ახლა სეზონი არის ისეთი, რომ წვიმებიც დაიწყო, ყველაფერი დაიწყო და შესაბამისად სოკოც მოდის. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეხლა სოკო ვიპოვოთ. სოკოს თუ ვიპოვე, ჩათვალეთ, რომ ნაჭამი ვარ. წავედით მოკლედ ეხლა და ვიპოვოთ საჭმელი ჩვენს ტყეში, უმაგრეს ტყეში. წავედით. სოკო, სადა ხარ, სოკო? ახლა დროა გავხსნათ ყველაზე საინტერესო, ყველაზე ძვირიანი ნივთი, რომელიც ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება. დანიშყიდა დამავიწყდა, ამიტომ მანქანის გასაღებით გავხსნი. იმედია, რომ ჩავჭრი, აი კი, ჩავჭერი. აი ესე. აი მე როგორ მაინტერესებს, როგორია ხალხო? 2000 ლარიანია და ძალიან მაინტერესებს.
ვაიმე! თვალები გადმომცვიდა, ხალხო. რა არის? რა სიმძიმეა? რამდენი შესაერთებელი აქვს? ძალიან მაგარია. ახლა არ ჩავთავ, იმიტომ რომ არ მინდა რომ დამიждდეს. მანამდე სანამ ჩავთავთ, აუცილებლად უნდა გავალამაზოთ ჩვენი გარე ეზო, იმიტომ რომ უნდა გავანათოთ, უნდა დავინახოთ რაღაცები და მანამდე არ მინდა დამიждდეს. და არაფერს არ შევაერთებ, თვითონაც არ ჩავთავ. მოკლედ ხალხო 1-10 წუთი აქეთ-იქით დავდივარ და სასწაული მოხდა მართლა მივიპოვე სოკო. სანამ განახეთ მე ჩემ სოკოს აიქ რა, მანამდე გეტყვით რომ არავითარ შემთხვევაში ტყეში ნაპოვნი სოკო არ ჭამოთ თუ სოკოს ცნობა არ იცის, რადგან შეიძლება რომ მოიწამლოთ სოკოთ, მაგრამ მე სოკოს ცნობა ვიცი და მე ვიპოვე ახლა ქამა სოკო. ამას უყურეთ ხალხო. 1 2 3 4 5 წალი უზარმაზარი სოკო არის ამოსული ქამა სოკო. ამეებს ახლა ავიღებ კიდე სხვაგანაც მოვძებნი სოკოებს და ძალიან ბევრი სოკო უნდა ვჭამო. ამის ახლა აუცილებლად უნდა დავანთოთ ცეცხლი რომ ეს სოკოები შევწვათ და უგემრიელესად ვჭამოთ. ქრისტესოს სუნი მიუვა, გაგიჟდება კიდევაც რომ სოკოს სუნი საიდან მომივიდაო. მე ხო ფული არ მქონდა, არ მქონდა. კაი, მოდი ახლა ესენი ოპა. აუ, ამას უყურეთ ხალხო. ამ ხელა სოკო ამას დააკვირდით. ოჰოჰოჰო. ავიღოთ ყველა, კაია. შვენიერი. ახლა განვქუთოთ ჩვენი გარე განათება და დავტესტოთ. საერთოდ მუშაობს თუ არა. ან ეს powerbank-ი დიდი რაც არის, ან ეს განათებები. თავის ნათურებთან ერთად გავხსნათ. ძალიან მოინტერესებს როგორია. ლამაზად. არ მინდოდა გახელა. გახსნათ. უი, შეფუთულია. რა საყვალობა. ამ გარე განათებაზე მაგდება 20 ცალი ნათურა ხალხო. თან არის მართლა გარე განათების რო იწვიმოს, რა ვიცი, გარშხარიც რო იყოს, არ გადაიწובה, დენი არ დამარტყავს და არაფერიც არ მოგვივა. საქმე რომ გამემარტივებინა, ჯერ ნათურები ამოვიღე ყუთებიდან, შემდეგ მათი დამაგრება დავიწყე გარე განათებაზე, რაც ძალიან დამღლელი იყო და საკმაოდ დიდი დროც წაიღო. თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ საღამომდე განათება უკვე დამაგრებული იყო ჩემი ბანაკის ირგვლივ. და აი შედეგიც. ამას უყურეთ უბრალოდ როგორი სილამაზეა. ახლა იმდენად არ ჩანს, იმიტომ ბნელდება უკვე ტყეში, მაგრამ შეგვიძლია ჩავთოთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა სინათლეში. დავაჭიროთ ჩვენს უძვირფასეს კნოპკას. ესე? ღილაკი ჩართულია და ეს ჩაირთო. ვაიმე რა ლამაზია. ვაიმე როგორი განათებულია. აი ესეთი გადარჩენა მინდოდა სულ. ძალიან მაგარია. ჩემი განათება მაქვს, ჩემი კარავი მაქვს, ჩემი მატრასი მაქვს, ჩემი მაყალი მაქვს, ჩემი ენერგოსადგური მაქვს. აი, რაც გინდა, სულო, გულო ყველაფერი მაქვს რა. მეტი არ მინდა. ღამე ვიღაცამ კარავზე მომიკაკუნოს. ძალიან მაგარია, კომენტარებში დაწერეთ, მოგეწონათ თუ არა ჩემი განათებები. გარე განათებები ძალიან ლამაზია. როგორც ხედავთ უკვე დამიბნელდა და გადავწყვიტე რომ ცეცხლი ავანთო. აი ესეთ შეშა მოვაგროვე აქა-იქ ძალიან მარტივად. ახლა დავასხავ ჩემს დიზელს, რომელიც ჯიბეში მედო ხალხო, რატომღაც და ავანთოთ ცეცხლი. ეს ცეცხლი მარტო გასათბობად არ მჭირდება, როგორც მიხვდით. აი, ეს არის სოკო, რომელიც ამ ტყეში მოვაგროვე და ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს გადამაგორებინებს ეს რაოდენობის სოკო. ძალიან მომშვიდა და ახლა დროა ავაწყოთ ჩვენი მაყალი. ძალიან მაინტერესებს როგორ გამოიყურება და შევძლებთ თუ არა აწყობას. ეს ჩემთვის ერთგვარი ჩელენჯია და ყველაფერი ესეთი მძიმე რატო არის? უბრალოდ არ მესმის. უფ, კიდევ კაი იხსნება მაინც რა. იმედია გიორგი მაპატიებს თავის გასაღების იმაზე რომ ესე უხსნი ყველაფერს. ცოტა წებოვანი იქნება ეხლა რას უზობ. როგორც ვხვდები, მგონი. ხო, ეს არის ალბათ ფეხები? ეს ფეხებია? ალბათ, რავი, არ ვიცი. ვერ გეტყვი, ესე უნდა იყოს თუ ისე უნდა იყოს? თუ ესე უნდა იყოს. რომ ხელა მაყალია? მეტი არაფერი არ დევს? რა იყო დინანად? მოკლედ, ახლა მოვაგროვებ შეშას, ოხრად ქაღალდიც მაქვს, დავანთებ ცეცხლს და დავყაროთ, გავშალოთ სუფრა. მოვასხათ ჩვენი ბენზინი დიზელი. და გავუკიდოთ ცეცხლი. მიდი. აჰა. ხო, რა შეეხება სახლის აშენება? სახლის აშენება ვერ შევძელი და არც შევძელი, იმიტომ რომ თან მეზარებოდა თან კიდე არც ვიცი ამ ხეებით, რაღაცა იმ ფოთლებით და რაღაცა უბედურებებით სახლის აშენება, ანუ აზრიც არ აქვს ჩემი აზრით. კაი, გადავხურე მაგალითად, შევედი შიგნით და რა, ანუ წვიმა მოვა, დამაწვიმს, ქარი ისედაც დამიბერავს
მატლები ისედაც შემჭამენ, ანუ აზრე რა, გინდა ისე დაწოლილი ხარ მიწაზე და გინდა აგიშენები. ამიტომაც არაფერს არ ავაშენე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თავზე ჭერი არ მექნება. მე მაქვს ერთი ძალიან გრანდიოზული გეგმა, რომელსაც განვახორციელებ ცოტა ხანში. მანამდე აი აქ როგორც ხედავთ არის ჩემი წყალი. სავარაუდოდ არის უფრო სწორედ ჩემი წყალი, ჯერ კიდევ არ ამიხდია და ცეცხლთან ახლოს იმიტომ გავაკეთე, რომ აქ რო სითბო მოიმატებს, კონდენსატი უფრო მეტი გაჩნდება თუ რაღაცა მსგავსი მოკლედ და ფიზიკაში რაღაც გენიოსი არა ვარ და ვფიქრობ, რომ აქ მეტი წყალი იქნება. ამიტომ დაველოდოთ შედეგს. გადიშე! დაინახეთ! ამხელა! ხალხო, ამხელა! წერ დაფრინავდა. ვაიმე! ვაიმე! წერემის მეშინია. ბენზინით დაგწოთ. აუ მოკლედ რა. ერთი მივასხა. არ შემიძლია ამდენი რა, არ შემიძლია ამდენი წერის ატანა. იცით ამდენი არიან ეს უბედურები ესენი. ზო გაიკიდა ცეცხლი. სანამ ჩემი ცეცხლი ჩაიწვება და ნაკვერჩხალს დაყრეს, მანამდე აი ესეთი შამპური გავაკეთე ხელთნაკეთი და ჩემი მოპოვებული სოკო ავაცვათ ახლა. ხო. აი, სხვათა შორის, აი მე ვარ ახლა ძალიან ცოდო. თქვენ შეიძლება არ გეცოდებით, მაგრამ რეალურად ძალიან ცოდო ვარ. იმიტომ ქრისტი იქ 4000 ლარით არის, 4000-ით და მე დაუბომჟავ ფაქტიურად, არაფერი არ მაქვს, სახლები არ მაქვს, კარი არ მაქვს, საჭმელი წესიერად არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს. და ეს ყველაფერი არის თქვენი ბრალი, იცით რატო? იმიტომ რომ კომენტარებში წერდით რომ ქრისტი ცოდოა, ქრისტი ცოდოა, არა და საერთოდ არ არის ცოდო, რატო არის ცოდო ერთი ვერ გავიგე. რო ავაგდებთ მონეტას ან რაღაცას რულეტკას რო დავატრიალებთ და არ უმართლებს, მაგიტო არის ცოდო? აი ახლა არ გეცოდებით, მე დამიწერეთ აბა კომენტარებში, არ გეცოდებით, მე დარწმუნებული ვარ რომ არ გეცოდებით. ამიტომ ავაგებ ჩემთვის აი ესე, ისევ სოკოს წყან არა. გამზადა ჩემი ნახშირი, ახლა განახებთ რაები ვიყიდე. ორაგული, რომელიც ძვირი ღირდა და იმედი მაქვს, რომ გემრიელი იქნება. და კიდე კრებეტები. ყველა გაყინული იყო და galwa. ეს ძვირი ღირდა, თან ფაზაკლება იყო და მაშინ მაგიტო ვიყიდე. იმედი მაქვს, რომ ორივეს კარგი გემოექნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს. გავსკვნათ. მომწოს ესეთი გასახსნელი რო აქვს და კიდე იცით რა დამავიწყე ხალხო. მარილი. კაპიკე ვიღირს. და მარილი დამავიწყდა. კანით შეუბრაწოთ. გესმით ხმა? შოშხონიეს. ვაიმე, ვაიმე. აუ რა არის ბიჭო? აი ესე რა. აი ამას ქვია მდიდრული ხალხო. აი როგორ მინდოდა რომ ესეთი რაღაცები მეჭამა ვერ წარმოიდგენთ. დაწერეთ თქვენს კომენტარებში რა მოგეწონებოდათ რომ აი ჩემნაირი გადარჩენის დროს გეჭამათ აი უბრალოდ საოცრება. როგორც ხედავთ, ჩემი დაკვერცხალი მზად არის და ეხლა დავდოთ და შევიწვათ ჩვენი სოკო. მოდი პირდაპირ ნაკვერცხალზე დავდეთ რა, იმიტომ რომ დიდად ამ შამპურის იმედი მე არ მაქვს. აი ესე იდოს და შეიწვას. ხო. მანამდე კიდე მეგობრებო, ავიღოთ ჩვენი უცნობი აი ესეთი ლუდი, გავხსნათ. და დავლიოს. და ეხლა თქვენ თქვით მიდით რომ მე ვარ ეხლა 0 რა. აუ. თა როგორ მწყუროდა და თა როგორ მიყვარს ლუდი. სხვათა შორის ლუდის კომპანიები დაფიქრდით. დამასპონსორეთ. ჩემზე მეტად ალბათ საქართველოში ლუდი არავის არ უყვარს. მე კი არ მithქვია არასდროს. მაგრამ ლუდი ძალიან მიყვარს. კომენტარებში დაწერეთ, არ დაგავიწყდეთ. ქრისტი, ბანძი, გიორგი განძი, ეს ყოველთვის ვიცოდით. როგორც ხედავთ, შეიწვა ორაგული და კრევეტები. იმდენად დიდი ხანი ველოდებოდი მდიდრული საჭმლის მომზადებას, რომ ნერწყვის ყლაპისგან კინაღამ დავიხჭე. თუმცა როგორც კი გამზადდა საკვები, პირველი გავსინჯი კრევეტები, რომელსაც მართალია მარელი აკდა, მაგრამ მისი სინაზე და სიხრაშუნე ნამდვილად საოცარ გემოს ტოვებდა. რაც შეეხება ორაგულს, ორაგული იყო საუკეთესო საკვები, რაც აქამდე ტყეში გამიმზადებია. მისი ხორცი იყო წვნიანი, ხოლო კანი დაბრაწული და კნატუნა. ერთი სიტყვით, ჩემი მდიდრული ვახშამი ნამდვილად შედგა. გამზადდა ჩემი სოკო და დადგა დრო რომ ეხა გავსიჯოთ და ნახოთ როგორი გამოვიდა. ვაიმე, როგორ მშია ხალხო. სხვათა შორის, ჩემი ძეხვი რო იყო, გახსოვთ? აი ეს უზარმაზარი ძეხვი. სადღაც დავდე
ან სიგნალეში ვერ პოულობ, ან კიდე ერთი ძაღლი დადიოდა ცუგო, იმან მოიპარა. ამიტომ რაღაცა არ გამომივიდა ეს თაღლითო, მინდოდა რომ ის ძეხვი ბეჭავა, მაგრამ ჩემი ფეხები. იმედია ძაღლბა წაიღო და არ დავკარგე. კაი, გავსინჯოთ. ყოველთვის ჩამივარ და ნაცარში. აუ! აუ, რა წონიანია! აუ! შეგაიხარე. შენ პოვნელს ვენაცვალე. ახლა კი ავხდი გიორგის აფერისტობას ფარდას. მთელი ვიდეოს განმავლობაში გიორგი იტყვეებოდა, რომ თითქოს ტყეში აღმოაჩინა სოკო, ხოლო რეალურად მაღაზიაში ნაყიდი სოკო მიიტანა ტყეში და თვითონვე დარგო მიწაში. მეცაც გეტყვით, გიორგიმ სოკოს ცნობა არც კი იცის. აი ასეთი აფერისტი არის გიორგი. ამიტომ როგორც ყოველთვის, ქრისტი განძი, გიორგი ბანძი. იმისთვის რომ გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა, აუცილებელია ჩვენი YouTube არხის ვიდეოებიდან გააკეთოთ ედიტები. გვექნება 4 საპრიზო ფონდი. პირველ ადგილზე გასული მიიღებს 500 ლარს, მეორე ადგილზე გასული მიიღებს 300 ლარს, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მიიღებს 100 ლარს. ედიტების რაოდენობაში შეზღუდულები არ ხართ, პირიქით, რაც შეიძლება მეტი ედიტი უნდა გააკეთოთ, რადგან ჯამურად ვის ვიდეოებსაც მეტი ნახვები ექნება, ის გაიმარჯვებს. ის გავა პირველ ადგილზე, მერე მეორე ადგილზე, მესამე ადგილზე და მეოთხე ადგილზე. გვაქვს ერთადერთი და მნიშვნელოვანი პირობა. თქვენი ედიტები უნდა იწყებოდეს, შემდეგი წინადადებით. მოგველოცეთ, ჩვენი YouTube არხი უკვე 150,000 გამომწერზეა. სწორედ ამიტომ კომპანიებს მოგიწოდებთ, რომ დაგვასპონსოროთ, რადგან შევქმნათ უფრო განსხვავებული, ყველასის საყვარელი კონტენტი, რითიც თქვენც იხეირებთ, ჩვენც ვიხეირებთ და ჩვენი მაყურებელიც იხეირებს. სულ ეს არის და ეს ჩასვით ეს ფრაზა თქვენს ვიდეოებში და გისურვებთ ყველას წარმატებებს. დადგა დრო რომ გავხსნათ ახლა ჩვენი წყლის მომპოვებელი ჭა და ვნახოთ შიგნით არის მართლა წყალი თუ არ არის წყალი. ძალიან საინტერესოა სხვა შორის გავხსნათ. ცოტა ეჭვმეპარებას მართლა გითხრათ, მაგრამ ინტერნეტში მაქვს ამოკითხული რომ უნდა მუშაობდეს ეს მეთოდი. ოპა, ხალხო, რამდენი წყალია? ამას უყურეთ, ხალხო. ამას უყურეთ. ამდენი წყალი თუ დაგროვდებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი. დედაუტირე. ჩვეულებრივი წყალია აბსოლუტურად. არაფრით არ განსხვავდება სხვა წყლისგან. აი, უბრალოდ დაწერეთ ახლა რა, აი, ხო მაგარი ვარ გადარჩენაში. ქრისტი ხო ესეთ რაღაცას ვერ იზავდა, უბრალოდ არ არსებობს. აი, არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ამაში. ახლა აი წყალს მოუკრავ ეს თავს. წავიღებ და ნელ-ნელა დავლევ. შვენიერი, ნახეთ, რამდენი წყალი გამოვიდა, ხალხო, ძალიან ბევრია. თქვენ თუ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ ენდობოდით გიორგის, მაშინ ნამდვილად გაგიცნობათ იმედები, რადგან ამჯერად გიორგიმ ჩვეულებრივი მაღაზიაში ნაყიდი წყალი ჩუმად ჩაასხა მისსავე ამოთხელ ორმოში და ეს ყველაფერი ისე გაასაღა, ვითომ თავისი მოგონილი სულელური იდეით მოიპოვა ტყეში წყალი. ამიტომ ისევ და ისევ ქრისტი განძი, გიორგი ბანძი. დადგა დრო რომ განფუთოთ ტელევიზორი, ხალხო, ტელევიზორი. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ტელევიზორით ყოფნა ტყეში. აი რომ ჩავრთავ, წამოვწვევი და ყურებას დავუწყებ. ეგით რაღაცა ხორავის არ გაუკეთებია. განფუთოთ. აი ესე. ეგ არის. ფაფუკათა მოვიღოთ. ფეხუცები. რა პატარა ფეხები აქვს. რა იყო? всё, გვეყო ხა. პატარა ფეხები აქვს და რა გავაკეთო? ამოვაცალოთ. ვაიმე, რა შეყვარელი ტელევიზორია. დიდი ტელევიზორის ყიდვა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ჩემზე დიდი ტელევიზორი რაში მჭირდება, ვერ ვუყურებ თქო. თან არ დაეტევა, როგორ წავიღო მეთქი და ეგეთ რაღაცებზე დავიწყე ფიქრი. თან იაფიც მინდოდა ყოფილიყო. 3000 ლარიან ტელევიზორს ვერ მოვიტან ტყეში. ეს გადავდეთ გვერდით და გავიფუთეთ, ვაიმე, რა მაგარა საყვარელი. ვა, HD საჩვენებს, უბრალოდ არის ტელევიზორი უიდეალურესი. ზუსტად ტყისთვის არის განკუთვნილი. ახლა ჩავაერთოთ. შევაერთოთ. კონოპკა ვუპოვოთ. ჩაირთო, ხალხო, ჩაირთო. უბრალოდ ნახეთ. რა ტელევიზორია? მოკლედ როგორც გითხარით, მე სახლი საერთოდ არ ამიშენებია, მაგრამ მაქვს ერთი გეგმა, როგორც უნდა მოვიქცე და რა გეგმა უნდა იყოს, თუ არა ის, რომ ქრისტი წინაზე რომ მე დავტოვე ჩემს სახლში, ახლა თვითონ უნდა დამიტოვეს თავის სახლში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი არის ეგ რა.
იმიტომ რომ პირველ რიგში ახლა უკვე ზამთარი არის და ძალიან ცივა ხალხო, ანუ ძალიან მართლა ვეცადე რომ ანუ მეთქი ქრისტისთან არ შევალ მეთქი ახლა მე ჩემი სიამაყე მაქვს და საერთოდ რამინა მეთქი ქრისტისთან, მაგრამ იმდენად ცივა ხალხო, იმდენად ცივა, ამას კი ხედავთ რომ სვიტრიც მაცვია უკვე. ამიტომ გადავწყვიტე რომ ქრისტისთან მივიდე, რატომაც არ ავიღებ და იქ დავიძინებ. მორჩა, ესე გადავწყვიტე. ძალიან ბევრი ვიწვალე. მე მეგონა YouTube ექნებოდა რაღაცას ჩავთავდი და უყურებდი. ან ბრაუზერი მაინც ექნებოდა. არაფერი არ აქვს. ამას უნდა რაღაც ტელევიზიის კაბელები რო არის, რომ შემოყავთ ხოლმე ეგეთ რაღაცა. ან თეფშები რო ქვია ეგ. მე არც ერთი არა მაქვს. ის მაინც ქონდეს ალუმინი ან რაღაცა რკინა მაინც ქონდეს დაუმაგრებდი და დავიჭერდი რამეს, მაგრამ არაფერი არა მაქვს. უბრალოდ ვიყიდე და უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელმაც ტელევიზორი შეიტანა და ჩართო ტყეში. წავალ დავწვე მაშინ რა გავაკეთო? რა მინდა აქ? რა უნდა ვაკეთო? წავალ წამოწვევი კაც. ჩემს ლოგინში ჩავწვევი. ოპა! ეს ლოკო ნახე რა როგორ წამოწოლილა. გენაცვალე. რა საკეთებ მან? რა გინდა ბი? რა მინდა დღეს ვრჩები ქრისტი მე შენთან. გაიგე? არჩები. დღეს მე ვრჩები შენთან. არჩები. რას ქვია არჩები ქრისტი? წინაზე რომ შეგიფარე, ეგ მადლიერების ნიშნად მეუბნები რომ არჩებიო? არ არჩები. არ მაინტერესებს დღეს მე ვრჩები შენთან. ძირსაწექი, გარც კამი მიდევს იმაზე დაჯექი. ეხა საერთოდ გახვალ ჩემი ყოფილი კარვიდან. უკაცრავად. შეიძლება ეს არავის არ ეკუთვნის, ამჟამად ჩემს საკუთრებას შემთხვევით მე ვიქირავე. ქრისტი, არა, რად გიღირს რომ უბრალოდ დამიტოვო? რად მიღირს? დიახ. კი ბატონო, ესე იგი, მინდა მარწყვის ტორტი, როცა გავალთ აქედან, ეკლერი მინდა, შუ მინდა, კიდე მინდა ვარდისფერი პლანშეტი, რომელიც გამიტეხე, ვარდისფერი სმარტი მინდა და კიდე ბევრი რაღაცები მინდა, ჩამოგიწერ თუ გინდა. კაი, მე ეგ დავწვევი და შენ მანამდე სრული სია რომ მითხრა, შეგეძლია? არ დაიცნებ, აგე ჩემი მატროსია, რატომ მართვეო მატრა? ქრისტი, ნახე მწერი. მაგას მოუკლავ, ხედავდი წეღან. მე მოვკლავ და შენ კიდე დამიტოვე. მაშინ ძირს დაწვევი. ქრისტი, ძირს რატო უნდა დავწვე? დამიტოვე რა. უკაცრავად? როგორი უმადური ხარ, წინაზე დაგიტოვე, შეგიფარე, წყალი დაგალევინე, შეუმადურო შენ, საერთოდ არ მინდა არაფერი. წავედი მე რა. მოდი აქ, ერთი წამი. შენ არ იყავი, რომ არ დაწვევ ისევ, რა ქვია, იმ რბილზე ჩემი ადგილი არისო, მე უნებოდი? საცემი ხო ხარ ეხა შენ? ამდენ ხალხში რეებზე მელაპარაკე. რა რეებზე მელაპარაკები, ბიჭო, შენ არ მეწუწუნებოდი, წელი ამ ტკივდება დილითო? აი შევედი, მე უნდა დავწვე აქ და რა უნდა დაწვე აქ? ადი. აი მე, ძილინების სახალხო, მოკლედ და მეთქი. ხვალ დილით შევხვდებით. აბა ჰე. ადექი. როგორც ხედავთ, ვიდეო დასრულდა და მშვენივრად გავატარე 24 საათი ტყეში. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ტურები ყმოდნენ და მთელი ღამე ქრისტის ეშინოდა, თორემ მე არაფერს არ მეშინოდა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ვაშკაც. შენ გეშინოდა? მა ქრისტო არ თქვა ეგ. შენ გეშინოდა? მე მეუბნებოდი არ გახვიდეო, გიკბენენო და მე კიდე მატრასიდან გადამაგდე. და სკამი შემომიტანე, მანდიჯეკი ცული დაიჭირე, ვინმე არ შემოვიდეს, არ თუ არ შემოვიდეს და მე ცოტა ხანი დავიძინებო. მოკლედ, მშვენივრად გავატარეთ. კბენა დაიძინა ხალხო, მე არ მეძინა. მე რბილ მატრასი არ მეძინა, მარს არ მეძინა. იმედი მაქვს, რომ ვიდეო მოგეწონათ და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გინდათ უფრო გრანდიოზულები გადავიღოთ და უფრო მასშტაბური ვიდეოები გადავიღოთ, ამისათვის აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 160,000-ზე გადავიღებ, რომ მე ვეტყვი ქრისტის კის 24 საათის განმავლობაში. Subscribe, ეგრევე subscribe. გააქტიურეთ ასევე ზანზალაკის ღილაკი, რაც თავარია, დაალაიქეთ ეს ვიდეო და მომავალ შეხვედრამ. მე სიები მაქვს ჩამოწერილი, რა უნდა გააკეთო, რა უნდა იყიდო. აი შენ ვერც კი ხელი ჩავმართ. შევთანხმდით, რომ პლანშეტს არ გყიდულო. არა! ეგეთ რაღაც არ მითქვია მე.